ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნომერ 2 საჯარო სკოლაში, ერთდროულად ტარდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 510 აბიტურიენტი და 454 პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯამში 954 აპლიკანტი. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 128 აბიტურიენტიდან 128 აპლიკანტი გამოცხადდა. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. როგორც ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა ლელა იმედაშვილმა გვითხრა, გამოცდა 7 გარემოში მიმდინარეობს. თავდაპირველად მეშინოდა, მაგრამ რო ავედი, ისეთი კარგი გარემო იყო, დამკვირვებლები ძალიან ყურადღებიანები და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენც კომფორტულად ყოფილიყავით და არ გვეგრძნო თავი ცუდად და ამან, რა ვიცი, უფრო ხელი შეუწყო იმას, რომ თავისუფლად და ლაღად ყოფილიყავით. ტექსტიც ნასწავლი, ნაცნობი ტექსტი იყო, კმაყოფილი ვარ. ჩემი თავით, რაც მინდოდა ის დავწერე და ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში, ისე როგორც ყველგან ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. საერთო ჯამში ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 527 აბიტურიენტია რეგისტრირებული და 454 პედაგოგი. პედაგოგები ამ გამოცდებს შემოუერთდებიან ოზურგეთში 8 რიცხვში. დაწყებითი პროფესიული უნარების გამოცდით და ზოგადად გამოცდები მთელ ცენტრში, ისე როგორც ქვეყნის მასშტაბით ერთად 23 ივლისს დასრულდება. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი ტრადიციულად ვფიქრობ არ არღვევს წელსაც ამ ტრადიციას, რომ არის 7 გარემო შექმნილი ყველა აბიტურიენტისა და ბენეფიციარისთვის. ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დასრულებულია, კონდიცირებაც არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ ყოფილა. პირველ სესიაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ყველა. საბედნიეროდ დაგვიანების შემთხვევა არ ქონია და იმედი გვაქვს, რომ ასე 7 გარემოში ჩაივლის ეს პროცესი. მე მინდა წარმატება უსურვო ყველას.